მოგესალმებით, მე გახლავარ თემურ ბუაძე, ვაგრძელებ ლექციათა კურსს ქრისტიანული სოხადელობის ძირითად ელემენტებზე. დღევანდელი ჩემი ლექციის თემაა სიკეთის და ბროტების ქრისტიანული და სეკულარული ხედვა. დღევანდელი ლექცია წინა ლექციას უკავშირდება ლოგიკურად, იმიტომ რომ სიკეთი და ბროტება მორალური კატეგორიებია და ისინი არსებობენ იქ, სადაც არის თავისუფლება. ამიტომ ბუნებრივია ეს თემა მოსდევდეს წინა ლექციის თემას. თქმა არ ჭირდება იმას, რომ სიკეთი და ბროტება ისე როგორც თავისუფლება ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი თემაა ყოველი სოხადელობისა და იდეოლოგიისთვის. სოხადელობა, როგორც თავად სიტყვა მიანიშნებს, არის ხედვა ზოგადად სამყაროსი და ეს ბუნებრივად გულისხმობს რეფლექსიას და ხედვას, რაში მდგომარეობს თავისუფლების არსი. ყველა სოხადელობა, ყველა იდეოლოგია გველაპარაკება რა არის სიკეთე, რა არის ბროტება. იმიტომ ისინი მოდიან სიკეთის, სამართლიანობის, თავისუფლების მოტანის პრეტენზიით. ამიტომ აუცილებელია გავერკვეთ, როგორია ხედვა არსი სიკეთის და ბროტებისა, თქო ქრისტიანული თვალსაზრისით და რითი განსხვავდებიან თქო სეკულარული და სხვა შეხედულებები და რა უპირატესობა აქვს ქრისტიანულს მათთან შედარებით. ადამიანის გონებას აქვს უნარი მას შემდეგ, რას გაიგებს ჭეშმარიტებას, თუნდაც გამოცხადებით, მერე იპოვოს არგუმენტები, ვთქვათ, ამ გამოცხადებითი ჭეშმარიტების, გამოცხადებითი ხედვის უპირატესობის რაციონალურად დასაბუთებლად. ეხლა პირდაპირ გადავიდეთ თემაზე, ჩემი დღევანდელი ლექციის სამი მთავარი მომენტი რა იქნება, სამი მთავარი აღმოცანა. პირველი მინდა ვაჩვენო ის, რომ სიკეთის გაკეთება შეუძლებელია ღმერთის გარეშე. ძალიან ხშირად სვამენ კითხვას, გაიგიათ, რომ ეს ადამიანი მართალია არ არის მორწმუნე, მაგრამ ცხოვრობს კარგად და აკეთებს სიკეთეს. ესეთ. ადამიანს პრინციპულად არ შეუძლია სიკეთის გაკეთება ღმერთის გარეშე. ის გაკეთება შეუძლია ამას ვიტყვი. ესეთ. მეორე საკმარისი არ არის, რომ ადამიანმა გადაწყვიტოს სიკეთე გააკეთოს. აი თუნდაც ქრისტიანია. გადაწყვიტა, რომ სიკეთე გააკეთოს. ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ რეალურად გააკეთოს სიკეთე. აი წმინდანმა ამბობენ, სიკეთის კეთება დამოკიდებული არა იმდენად გადაწყვეტილებაზე, არამედ ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. აი ამაზე ვისაუბრებ და მესამე ნაწილი დაეთმობა იმას, რომ შეუძლებელია განმარტება სიკეთისა, როგორც ასეთი. ეს ძალიან დიდი ხანია შეამჩნიეს. აი მაგალითად, თუ შენ ავიღებთ პლატონის დიალოგებს, იქ ძალიან ხშირად დიალოგების თემა რა არის, რომ სოკრატე ელაპარაკება მის ოპონენტს, რომელსაც გონია იცის რა არის, თქვა რომელიმე სათნოება, არის თავისუფლება, რა არის მეგობრობა, რა არის სიმამაცე, რა არის ჭეშმარიტება, სამართლიანობა და ასე შემდეგ და მე აღმოჩნდება, რომ არ იცის, ანუ რა. იმიტომ კი არა რომ ის სულელია, არა. როგორც წარმოუდგენია რაღაცას განმარტავს, შეიძლება ძალიან ჭკვიანური განმარტება იყოს, მაგრამ მერე სოკრატე თავისი კითხვებით შედეგად არ წუნებს დიალოგის დროს, რომ ეს განმარტება ყველგან არ მუშაობს, არასწორი. და მე შევიტყვით ქრისტიანული თვალსაზრისით განუმარტავია სიკეთე და ამაზე ვიტყვით რატომ. და ყოველთვის, როდესაც რაციონალურად სეკულარულ გარემოში ცდილობენ რომ განმარტონ რა არის სიკეთე, ეს განმარტება ყოველთვის პრობლემურია. დეფექტურია. კიდევ ვიმეორებ, დეფექტური იმაზით კი არა, საერთოდ არ მუშაობს ან ცუდია, არა. დეფექტურია იმაზით, რომ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება არასწორ შედეგებთან მიგვიყვანოს და ძალიან საშიში გახდეს და ამის რამოდენიმე მაგალითს მოვიყვანოთ. ხა დავიწყოთ, რატომ არ შეიძლება სიკეთის გაკეთება ღმერთის გარეშე. სანამ უშუალოდ ამაზე საუბარს დავიწყებდები. ის ვინც კითხულობს, თქვათ, ლიტერატურას, პატრისტიკულ ლიტერატურას, წმინდა მამებს, შეამჩნევს ერთ რაღაცას, რომ ძალიან იშვიათად თითქმის არ ხმარობენ ეთიკას და მორალს წმინდა მამები. იმიტომ ეთიკა და მორალი ეს არის თელობა რაციონალური გონებისა განმარტოს რაში მდგომარეობს სიკეთე. მაგრამ წმინდა მამები ამის ეთიკის და მორალის აუცილებლობას კი არ უარყოფენ, უბრალოდ ამბობენ, რომ ესეთი განმარტებები ყოველთვის არადამაკმაყოფილებელია. ისინი როდესაც ლაპარაკობენ სიკეთეზე, ლაპარაკობენ ღმერთის ნების გამოცნობაზე და ღმერთთან სინერგიაზე, ღმერთის ნებასთან თანხმობაზე და შემთხვევითი არა, რატომ ხდება ეს? აი ჩემი აზრით უფრო გასაგები იყოს, დავიწყებ ერთი მაგალითის ილუსტრაციით. აი ავიღოთ სანთელი. ხან ანათებს ხან არა. ანათებს მაშინ, როდესაც ცეცხლი ანთია. ვიღაცამ გარდა უნდა აანთოს მასზე ცეცხლი. სანთლისაგან განსხვავებით, ცეცხლი ყოველთვის ანათებს და ყოველთვის სითბოს გამოცემს. წმინდა მამები, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი დავახასიათოთ როგორც ერთსართავი არის კეთილი. იმიტომ რომ ის შეიძლება იყოს რაღაც მომენტში კეთილი, რაღაც მომენტში ნაკლებად ან საერთოდ არ გაკეთებდეს სიკეთეს. მაგრამ ესე არ შეიძლება ვთქვათ ღმერთზე. საერთოდ ამბობენ რომ ღმერთზე თქვა რომ ის კეთილია, არასწორია რაღაც აზრით. თუ ღმერთი
სიკეთეა. აბსოლუტური სიკეთე. აბსოლუტური ნიშნავს. რომ ღმერთის ყოველი ქმედება, ყველაფერი არის აბსოლუტური, განუპირობებელი სიკეთე. ყველა სიკეთის წყარო არის ღმერთი. როგორც ცეცხლს არ შეუძლია არ ანთებდეს და სითბოს არ გამოსცემდეს, ასე ღმერთს არ შეუძლია აკეთებდეს სიკეთე. შეუძლია ცოტა ისე ყურში ხვდება, მაგრამ ესე ღმერთს არ შეუძლია იყოს ბოროტი, ღმერთს არ შეუძლია იყოს მოკვდავი, ღმერთს არ შეუძლია იყოს ცრუ, ღმერთს არ შეუძლია იყოს შემოსაზღვრული, ცვალებადი, მოკვდავი და ასე შემდეგ. ასევე ღმერთს არ შეუძლია იყოს ბოროტი. ის არის ყოველთვის, ყველგან, სულ კეთილი და ერთადერთი წყარო სიკეთისა. აი, როდესაც იესო ქრისტესთან მივა დიდარი ებრაელი ეტყვის, კეთილმოწყალე რატომ მეუბნები, ესე კეთილი არის ხოლმე ღმერთი. ანუ თუ კი შენ მე კეთილს მეძახი, ებრაელებმა იცოდნენ, მაშინ აღიარო რომ მე ვარ ცეხვთისა. ნახეთ რა ხდება. თუ კი ღმერთი არის თავად სიკეთე და წყარო ყოველგვარი სიკეთისა, მაშინ ადამიანი როდის აღასრულებს სიკეთეს, როდესაც ღმერთთან თანამოქმედებს, ანუ სინერგია. ღმერთის გარეშე სიკეთის გაკეთება არის შეუძლებელი. ერთადერთი წყარო კიდევ იმეორებს სიკეთისა, ეს არის თავად ღმერთი. აი წმინდანები მასაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ამის, რომ სიკეთე გააკეთო ღმერთის გარეშე, არის საწყისი და საფუძველი ბოროტების წარმოშობისა სამყაროში. ჩვენ ადრე ვახსენეთ წინა ლექციაზე უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია და გავიმეორე. აი ნეტარი აგვისტინი ამბობს, როგორ გაჩნდა ბოროტება? ერთადერთი შანსი, ერთ-ერთი შესაძლებლობა ბოროტება სამყაროში გაჩენილიყო, ეს იყო სრული სიკეთე ეკეთებინათ ღმერთის გარეშე. ნეტარი აგვისტინი ამბობს, შეუძლებელია ახსნა როგორ მოხდა სინათლის ანგელოზის დაცემა. და აი კიდევ ვიმეორებ ეს ადრე ვთქვი. სინათლის ანგელოზი ღმერთმა შექმნა როგორც კეთილი ბუნების მატარებელი არსება. კეთილი ბუნება ნიშნავს ბუნებრივ მიდრეკილებას სიკეთისადმი. და ამავე დროს სანამ ეს ანგელოზი დაეცემდა, ბოროტება არ არსებობდა, რომ ბოროტება აერჩია. ესე იგი, ანგელოზის დაცემამდე არსებობდა ბუნებრივი მიდრეკილება სიკეთისადმი, მეტი არაფერი. და ამ დროს გაჩნდა ბოროტება. რატო გაჩნდა ეს ბოროტება? ბოროტება გაჩნდა იმიტომ, რომ აი ამ ანგელოზმა მოინდომა სიკეთის გაკეთება ღმერთის გარეშე. აი ეს არის საფუძველი მისი ამპარტავნების და საფუძველი მისი დაცემისა. ჩვენ ადრე ვთქვით, იგივე გაიმეორა ადამმა და ევამ. როცა შეთავაზა დაცემულმა ანგელოზამ, მოინდომა რომ გატოლებოდა ღმერთს და შეეცნო სიკეთის დაბოროტება ღმერთის გარეშე. ამან მოიტანა პირველყოფილი ცოდვა ადამიანებში და მისი გამოძევება სამოთხიდან. აი ჩვენ ხედავთ, რომ ბოროტების საფუძველი ეს არის სურვილი გააკეთოს სიკეთე ღმერთის გარეშე. მაშინ ესე ყველა ადამიანები ბოროტები არიან, მის მორწონი არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ ვთვლით, ეს არ არის შეგნებული დაპირისპირება ღმერთთან. მაგრამ ადამიანებს შეუძლია გააკეთოთ არა სიკეთე, სწორი გაგებით, არამედ ისაც სასარგებლოა. ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთში ურევენ სასარგებლოს და სიკეთეს. სასარგებლო ყოველთვის არის ის, რაც ჩვენ გვაწყობს რაღაც კონკრეტულ პირობებში ვიღაცას, მაგრამ ის რაც პერიოდში სასარგებლოა რაღაც მომენტში ან ადგილზე სასარგებლო, ის ყოველთვის სასარგებლო არ არის. რატომაა ეს სხვანაირად შეიძლება ამის ახსნა? აი ჩვენ ხშირად გვინდა სიკეთე, გავაკეთო, მაგრამ შედეგები არის სულად განსხვავებული. მხოლოდ ღმერთმა შეიძლება იცოდეს ყოველი ადამიანის ქმედების, განსაზღვრის და მოტივების რეალური შედეგი რა იქნება. ეს ერთი. მეორე, ღმერთი ყველაფერს აფასებს მარადისობის პერსპექტივიდან. არის თქმა მინდა. პატარა ბავშვს ხშირად არ ესმის, რატომ ჟის თავისი მშობელი ან ეუბნება აიძულებს რომ რაღაც გააკეთოს. იმიტომ რომ პატარა ბავშვის ჰორიზონტი არის აი დღეს, რასაც ცხოვრობს, რაც უნდა. მშობელი კი უყურებს უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით. უნდა რომ ეს ბავშვი გაიზარდოს, კარგი განათლება მიიღოს, თქვა და უყურებს შორეული პერსპექტივით, რომ ის ასეთი ხედვა ფართე ჰორიზონტი პატარა ბავშვს არ აქვს. ამიტომ ისის ხშირად შეიძლება ის მშობლის მოთხოვნა, სიმკაცრე, რაღაცების აკრძალვა იყოს გაუგებარი. აი ესია ადამიანი. ჩვენ სამყაროს უყურებთ მხოლოდ აი მიწიერი ცხოვრების ჩვენი უახლოესი მიზნების პერსპექტივიდან. მაშინ ღმერთი უყურებს მარადისობიდან. და ღმერთმა ეს სამყარო და ეს ადამიანის სული გააჩნია მარადიული ნეტარებისადმი. და ღმერთს ჩვენი ქმედებების, ჩვენი საქმეების უფრო სწორი და სხვა პერსპექტივა აქვს და პოზიცია აქვს. მხოლოდ ღმერთმა იცის რა არის ჭეშმარიტად სიკეთე და ჭეშმარიტად სასარგებლო ადამიანებისგან განსხვავებით. ამიტომ ამბობენ წმინდანები, რომ თუ შენ გინდა ჭეშმარიტად გააკეთო სიკეთე, უნდა გამოიცნო ღმერთის ნება და სინერგიულად იმოქმედო ღმერთთან ერთად. ამას მოაქვს ის, რომ სიკეთე არის განუმარტავი. თუ კი ღმერთი არის თავად სიკეთე, ეს იმას ნიშნავს, რომ სიკეთე ისეთივე განუმარტავია, როგორც ღმერთი. ქრისტიანული ღვთისმეტყველება და ბევრი სხვა რელიგია რას გვეუბნება, რომ ღმერთის არსი არის მიუწვდომელი ადამიანური გონებისათვის. ჩვენ, როდესაც ღმერთზე ვლაპარაკობთ და ღმერთს სახელებს ვარქვეთ,
აქ ვერყნობით ღმერთის გამოვლინებებს, ჩვენ ვიცით რა ღმერთის არსი, შინაგანი ბუნება როგორია. არა ვიცით მისი გამოვლინებები. აი ზუსტად ასე უნდა მოიქცეს სიკეთის შემთხვევაში. ჩვენ არ ვიცით რა არის სიკეთის არსი, მაგრამ სიკეთეს ცნობთ და ვსაუბრობთ მასზე და ვიგებთ კონკრეტული სიკეთის გამოვლინებებით. კარგი. ეხლა დავიწყოთ საუბარი. მე თქვი ესე პირველი ნაწილი, რომ ღმერთის გარეშე არ შეიძლება სიკეთის კეთება, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. შესაძლოა თვალში მოკლედ. ეხლა გადავიდეთ საკითხზე და ვთქვათ, რატომ არ კმარა სიკეთის გასაკეთებლად უბრალოდ გადაწყვეტილება ადამიანის. მე ეხლა ავდგები და აი დილით გაიღვიძე და იტყვის რომ ეს სიკეთის გავაკეთებ. ეს არ არის საკმარისი. და რამოდენიმე მამის მოსაზრებას მოვიყვანთ. ყველა ეს მამა არსებითად ერთ-ერთს ლაპარაკობენ, მაგრამ სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ასპექტით. აი დავიწყოთ თომა აკვინელი. ეს არის დასავლური ეკლესიის ერთ-ერთი უზარმაზარი ავტორიტეტი, რომელსაც ეფუძნება მთელი დასავლური თეოლოგია. ჩვენთან არ არის წმინდანი, იმიტომ რომ კათოლიკური ეკლესია, მაგრამ უდაოდ ის არის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერტი საღვთისმეტყველო საკითხებში, ისეთი რომ გვერდს ვერ აუღო. სკოლასტიკის მწვერვალი. ახლა რას ამბობს თომა აკვინელი? თომა აკვინელი ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთე გააკეთოს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულყოფილად ფლობს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. ეს მაგალითი მოყავს. წარმოვიდგინოთ მეფე, რომელმან გადაწყვიტა დიდებული სასახლის აშენება. ამ მიზნით იყიდა ყველაზე საუკეთესო სამშენებლო მასალა. დაიქირავა ყველაზე საუკეთესო არქიტექტორი და დაიქირავა ყველაზე კომპეტენტური და გამოცდილი მშენებლები და დაიწყეს სასახლის შენება. მაგრამ მოხდა ესეთი რამ. რამოდენიმე ჯგუფი არის ხომ მშენებლებისა და დაირღვა მათ შორის კომუნიკაცია. ზუსტად ვერ გაიგეს, ან ვერ მოახერხეს მთლიანობაში განახვა ამ არქიტექტორის გეგმისა და აერია თანამოქმედება ამ მშენებლებს შორის. აი მაგალითად იმის მაგივრად რომ ჯერ თქვა შეეღებათ კედლები და მერე შეეტანა ავეჯი პირიქით გააკეთეს. ჯერ ავეჯი შეიტანეს, მერე შეღებეს კედლები. ან თქვა ასეთი გაურკვევლობის გამო, იმიტომ რომ ვერ გაიგეს სრულყოფილი გეგმა არქიტექტორისა, შეცვალეს ოთახები შეეშალა და თქვა არის აბაზანის აქსესუარები საძინებელში შეიტანენ და საძინებელი ოთახის აქსესუარები პირიქით ან ტუალეტში ან საძინებელში და ასე შემდეგ. იყო საუკეთესო მასალა, საუკეთესო არქიტექტორი, ყველაზე გამოცდილი მშენებლები, მაგრამ იმის გამო რომ ზუსტად და კარგად ვერ დაინახეს თლიანი ჭეშმარიტი, ანუ არქიტექტორის გეგმა, ამიტომ დაამახინჯეს და გააფუჭეს ყველაფერი. მიუხედავად ისა, პირადად სურვილი ჰქონდათ საქმის გაკეთების. აი, ამას გულისხმობს თომა აკვინელი. ჩვენ შეიძლება სურვილი გქონდეს სიკეთე გავაკეთოთ, გულწრფელად, მაგრამ რა კი არ ვიცით ღმერთის ჭეშმარიტება, ანუ ცოდნა, რა უნდა გავაკეთოს ზუსტად. რა არის ჭეშმარიტად სასარგებლო, ვერ გავაკეთებ სიკეთეს. ხა სხვა საქმეა, შენ თუ გულწრფელი ხარ, ღმერთი ჩაგეთვლის თუ არა, შენს თუ და სარქმედებას სიკეთეთ. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტების სრულყოფილი ცოდნის გარეშე გააკეთოს სიკეთე. ეს ერთი. მეორე დასავლელი მამა არის თანამედროვე. ბონავენტურა აბუს ესეთ რაღაცას. ეთახება თომა აკვინელს იმაში, რომ სიკეთის საკეთებლად საჭიროა ჭეშმარიტება. მაგრამ ამატებს, რომ ჭეშმარიტება არ არის მხოლოდ და მხოლოდ სწორი ინფორმაცია. ჩვენ შინაგანად გზავს ჭეშმარიტებას უკავშირეთ არა, თქვათ რაღაც ცოდნის ათვისებას, ან ინფორმაციის მოპოვებას, არამედ რაღაცა შინაგანს. ახალ ცხოვრებას, ახალ ბიძგს, ძალას, რასაც ცვლების მოტანა შეუძლია და ასე შემდეგ. ბონავენტურა ზუსტად ამას ამბობს. ჭეშმარიტება არა მარტო ცოდნას გაძლევს, არამედ გაძლევს შინაგან ძალას, რომელიც უბიძგებს ადამიანს ცვლილებებისკენ. ჭეშმარიტება გავსო ცხენს, რომელსაც ეტლში შეაბავს და ამ ეტლს დაძრავს. ამით ისი თქმა უნდა ბონავენტურას, რომ ადამიანი სიკეთეს აკეთებს არა იმიტომ, რომ გონებამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, არამედ მისი გული მოქმედებს, აძლევს ენერგიას და უბიძგებს ადამიანს სიკეთის საკეთებლად. ესე იგი, თომა აკვინელი ამბობს, რომ ადამიანი სიკეთეს აკეთებს გული გონიერის დახმარებით, ანუ გულმა იცის რა არის სწორი და აღძვრა აქვს სიკეთის კეთების. ადამიანი უფრო წმინდა გულით აკეთებს სიკეთეს, ამას ჩვენ დაუბრუნდებით კიდე ვიდრე მისი გონიერი გადაწყვეტილებით. ჩვენ შეიძლება ხშირად ვერ ხედავთ ადამიანს, რომელიც აი გული გონიერით მოქმედებს, მაგრამ სამაგეროდ გვინახავს ადამიანი, რომელსაც ბნელი გულით მოქმედებს, უგუნური გულით. აი ყველგან ლოგიკას, ყველგან რაციონალურ გახსნას ეწინააღმდეგება მისი ქმედება, იმიტომ გულში რაღაც ბოხმა და ბოროტება აქვს და აკეთებს ამას, ხო? აი ამის საპირწონეთ ასე ადამიანი აკეთებს ბოროტებას, იმიტომ რომ ნება ბობოქროს მის გულში და ბონავენტურა ამბობს, სიკეთეს აკეთებს ადამიანი მაშინ, როდესაც გული გონიერი და სიყვარულით აქცევს.
სხვაგვარად სიკეთის კეთება არის შეუძლებელი. ჩვენ ხას უსვამთ ჭეშმარიტების ცოდნას და გულიგონიერებას ერთმანეთთან დამოკიდებულებას აღწევს უფრო ადამიანის შინაგან მდგომარეობას ვიდრე მის გადაწყვეტილებას. აი ასევე ანტონ დიდს ავიღებთ, მაკარი დიდს ავიღებთ თუ სხვა წმინდა მამებს ისინი ერთნაირად ლაპარაკობენ. სიკეთის კეთება მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია. ამპარტავანი ადამიანი ვერასოდეს სიკეთეს ვერ გააკეთებს. მისი საქმე ყოველთვის მოჩვენებითია, შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს სასარგებლოდ და სიკეთეთ, მაგრამ ასეთი არ არის. რატომ? იმიტომ რომ როგორც გითხარით, სიკეთე კეთება მხოლოდ ღმერთთან თანამშრომლობით, სინერგიით. ღვთაებრივი მადლისა და ადამიანური ნების და ძალისხმევის თანამოქმედების შედეგად, მაგრამ ამპარტავან ადამიანს ღმერთი თავის ძალას, ენერგიას არ აძლევს და სინერგიულ კავშირში არ შედის ამპარტავან ადამიანს. რატომ? იმიტომ რომ ამპარტავანი ადამიანი ღმერთის მტერია. ეს გაცნობიერებული აქვს თუ არა. ჩვენ ადრეც ვახსენეთ უძღების შვილის იგავი. როგორი იყო ეს უძღების შვილის იგავი, რას ლაპარაკობს? არის უფროსი ძმა, რომელიც მამასთანაა და მას ყოველთვის ემორჩილება. უმცროსმა შვილმა მამას მოთხოვა თავისი ქონება და გაფლანგა. იქ ძალიან გაუჭირდა, ღორების საჭმელი ენატრებოდა, გადაწყვიტა რომ მამასთან დაბრუნებულიყო და გზაში ფიქრობს რომ მე უკვე მამის შვილობის ღირსი აღარა ვარ და მთხოვ მამაჩემს რომ მის მსახურებთან ერთად დამაყენოს და შვილის ღირსი აღარა ვარ და მამამისი შეხვდება და უკრავს საკრავს, მიცეს საუკეთესო ტანსაცმელს, გაუკეთებს ბეჭედს, რაც ძალაუფლების სიმბოლოა და ასე შემდეგ. და ამაზე უფროსი ძმა გაბრაზდება და ეუბნება მამის, კაცო, რას აკეთებ შენ? აი ამანო, თავის მასაც არ ეძახის. რომელიც გაფლანგა მეძავებში თელი ქონება, იმას გაუკეთე ის, რაც ჩემთვის არ გაიკეთებია. რას ამბობს უფროსი ძმა? აი სამპარტამული პოზიცია. პირდაპირ ვერ უბედავს მამამის, მაგრამ ეუბნება რომ შენ ხარ უსამართლო. ყველა ამპარტამანი ადამიანი ესეთია. რატომ? იმიტომ რომ ფიქრობს რომ წმინდა ცხოვრობს ყველაფრის ღირსია და უნდა მიიღოს ღმერთისაგან ჯილდო. როგორც ხელფასი. დამსახურებულია, მაგრამ ღმერთი არასოდეს ამპარტავან ადამიანს არ აძლევს იმასაც ითხოვს. რატო? იმიტომ რომ მაშინ უფრო გაამპარტავნდება. ამიტომაა რომ სამპარტავანი ადამიანები ბოლო გაჩერება, ასე რომ ვთქვათ, არიან ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლი. ემტერებიან ღმერთს და იწყებენ სიძულვილს წმინდა ადამიანებისა. ამიტომ იყო ეს ფარისევლები იქნება თუ სხვა დაძდევენ და წმინდანებს კლავენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ისინი წმინდანი არიან. სულაც არ იყო წმინდანი თქვათ მაჰათმა ქრისტიანული თვალსაზრისით ან ლუთერ კინგი ან სხვა, მაგრამ ისინი მოკლეს იმის გამო რომ მორალურად აღემატებოდნენ სხვა ადამიანებს და საღიზიანებდა სხვებს ესეთი რაღაცა. არის ესეთი წმინდა მამა, ძალიან ცნობილი კირილე იერუსალიმელი და კატეხეტური სიტყვები და იქ ერთ-ერთ სიტყვაში ეკითხებიან რომ შეეძლო თუ არა ღმერთს გამოეხსნა ადამიანები ჯვარცმის გარეშე. და უთხრა რა თქმა უნდა ღმერთი ყოვლის შემძლეა და შეეძლო გამოხსნა ადამიანებისა, მაგრამ მან ჯვარცმა აერჩია იმის გამო რომ პედაგოგიური თვალსაზრისით ესწავლებინ ადამიანს რა არის უმაღლესი სიკეთე და რა არის უმაღლესი ბოროტება, გამოვლინება ბოროტებისა. უმაღლესი სიკეთის გამოვლინება ეს არის თავისდადება მოყვასისათვის და უდიდესი ბოროტების გამოვლინება ეს არის ბრძულდეს სიკეთე ხოლმე იმიტომ რომ სიკეთეა. ესეთი ამპარტავან ადამიანებს. რატომ კიდევ მეორე? იმიტომ რომ ღმერთისაგან ელოდებიან არა წყალობას, არამედ ჯილდოს და ვერ იღებენ ისე ჯილდოს როგორც უნდათ. ამიტომ არ შეიძლება თანამშრომლობა ღმერთისა ამპარტავან ხალხთან. დაამდაბლებს ღმერთი ამპარტავანებს და აღამაღლებს თავმდაბლებს. მამას усеве უყვარდა ეს უფროსი შვილი როგორც უმცროსი, მაგრამ უფროს არ უკეთებს იმას, რაც უმცროსი, იმიტომ რომ უმცროსი თავმდაბალია უკვე. თავისმა ცოდვილმა ცხოვრება მისცა თავმდაბლობა და ხვდება რომ ის მამის ძეობის ღირსი არა, რასაც მამა აძლევს ყველაფერი წყალობაა. მაშინ როდესაც უფროსი მიიღებდა ამას როგორც საჭიროა. ამიტომაა რომ ეს ამპარტავანი ადამიანები ხშირად სიკეთის კეთებით საბაბით აკეთებენ დიდ ბოროტებას. ეს ლათინური ანდაზა ჩვენ ადრე ვახსენეთ, ამბობს რომ ჯოჯოხეთისაგან მიმავალი გზა კეთილის სრულებითაა მოგეწვლილი. სიკეთის კეთება, ჭეშმარიტი სიკეთის კეთება მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია. ეს არის სულიერი ცხოვრების გამოცდილებისგან მიღებული უზარმაზარი ჭეშმარიტება. გაჩღენთილია ამ ჭეშმარიტებით მთელი წმინდა წერილი და ასკეტური ცხოვრება. წმინდა მომებისა პატრიკული ტექსტები. შემდეგი მომენტი რა არის? ნეტარი ავგუსტინე ამბობს ესეთ რაღაცას. რომ ჩვენ არ შეგვიძლია სიკეთის კეთება, თუ კი არ აქვს სწორი სიყვარული, კარიტატული სიყვარული. ნეტარი ავგუსტინე ლაპარაკობს ორი ტიპის სიყვარულზე, ეს არის კარიტატული სიყვარული და კუპიდიტური სიყვარული. კარიტატული სიყვარული ეს არის სწორი სიყვარული ღმერთისა. კარიტატული სიყვარული აქვს ადამიანს, რომელიც ნეტარებას ეძიეს ღმერთში. აი ღმერთი უყვარს, როგორც არის თავისთავად. ყველაფერი დანარჩენი უყვარს როგორც საშუალება ღმერთთან მისასვლელად. ეს არის კარიტატული სიყვარული. სახარებაში რა წერია? უფალი რა ასეუნება მის მოწაფეებს, რომ თუ თქვენ გინდათ მოწყალება გასცეთ,
გაეცით ჩუმად, მარცხენა ხელმა არ იცით გასცემს მარჯვენა. როდესაც ლოცულობთ, დაკეტეთ კარი. რომ სხვა არ გაიგოს, იგი თქვენი სიკეთე უნდა კეთებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთისთვის და არა სხვა მიზნისთვის. ეს არის მხოლოდ საბრძოლო და ეს არის სიკეთე. თუ სხვა მიზნით კეთდებეს, იმისას რომ ადამიანებმა შეგაქონ, ან სამაგიერო მიიღო, ან სხვა, ეს უკვე აღარ არის ნამდვილი სიკეთე. კარიტატული სიყვარულის კონცეფცია ნეტარ ავგუსტინეს და ნახეთ, კარიტატულად უყვარს ადამიანს ღმერთი, თუ მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი ღმერთთან მიახლებაა. ღმერთისთვის ცხოვრობს და ყველაფერი დანარჩენი უყვარს ღმერთისთვის. ვისაც ღმერთი უყვარს, იმას სწორად უყვარს ყველაფერი. უყვარს თავისი შვილი, თავისი მეგობარი, თავისი სამშობლო და ასე შემდეგ. აი შენ გიყვარს შვილი და ზრდის შვილს, იმიტომ რომ ის გაზარდო ნამდვილი ქრისტიანი და ემსახურები შენ შვილს ღმერთის სახელით. გიყვარს შენი სამშობლო, შენ სამშობლოს სახურებაში ხედავ შენი ღმერთის სახურებას. მეგობარი იქნება თუ სხვა. ამის საპირისპიროდ შეიძლება უზარმაზარ ბროტებას მიაღწიო. აი მაგალითად დიდი მწერლებს, რაც არ იყო სანიმუშო ქრისტიანი, მაგალითად შექსპირი ან ბალზაკი, მაგრამ ამბობენ რომ აი როდესაც ადამიანი ყველაზე მაღლა აყენებს საკუთარი შვილის სიყვარულს, ამან შეიძლება უზარმაზარი ბროტება მოიტანოს. აი მაგალითად ამაზე ლაპარაკობს მეფე ლირი, ხომ? მეფე ლირს უყვარს თავისი შვილები ყველაზე მეტად და ამან მოიტანა უზარმაზარი ტრაგედია და ასევე აღწერს მამა გორიოში ბალზაკი აი ამ სცენას. თითქმის ყველაზე ბუნებრივია შენი შვილის სიყვარული, მაგრამ არასწორმა სიყვარულმა შეიძლება უზარმაზარი უბედურება მოიტანოს. სულაც არ არის საჭირო ხა შექსპირი და ბალზაკი ალბათ ცხოვრებაში ბევრ თქვენთანაც უნახავს, აი დედა რომ აფეტიშებს თავის შვილს, ხათა ხშირად ერთი შვილი ყავს, აღმერთებს მას მისი სამყაროს ცენტრი და ზდის მას საშინელ ეგოისტად და ეს მერე გაიზრდება, იწამლავს საკუთარ ცხოვრებას და უწამლავს ცხოვრებას სხვასაც. არ შეიძლება გაღმერთება არაფრის, არც შვილის, არც მეგობრის, არც ქვეყნის. თუ კი შენ ქვეყანას აღმერთებ, მას აყენებ ღმერთზე, მაგრამ შენი ქვეყნის სახელით შეიძლება უზარმაზარი ბროტება მოიტანო. აი ამას ამბობს ნეტარი ავგუსტინე. სანამ ადამიანი დაეცემოდა, მას სწორად უყვარდა ყველაფერი. ქონდა კარიტატული სიყვარული, ანუ სწორი სიყვარული ღმერთისადმი, მისის ყველაზე მთავარი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული იყო ღმერთი. და ყველაფერი დანარჩენი უყვარდა როგორც საშუალება. ჩვენთვის ბუნებრივია გვიყვარდეს ჯანმრთელობა. რატომ გინდა ჯანმრთელობა? სულელური კითხვაა. და ბუნებრივია ჩვენ ჯანმრთელობა გვინდა. და წამალი გიყვარს იმისთვის, რომ გახდე ჯანმრთელი. წამალი შეიყვარო თავისთავად როგორც წამალი სისულელია. იმიტომ ეს არის ინსტრუმენტი. აი კარიტატული სიყვარული ამას ნიშნავს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, შენ უნდა გიყვარდეს ღმერთი, იმიტომ ყველაფერი ღმერთისაგანაა და დანარჩენი გიყვარდეს როგორც გზა ღმერთთან მისასვლელად. როდესაც ადამიანი დაეცა ცოდვით, მერე შეიძინა კუპიდიტური სიყვარული. კუპიდიტური სიყვარული თავდაყირა აყენებს ყველაფერს. ადამიანს უყვარს უკვე ეს მიწიერი სიამე. ანუ სიტყვებას ეძიებს არა ღმერთში ნეტარებას, არამედ მიწიერ საგნებში და ღმერთი უყვარს როგორც ინსტრუმენტი და საშუალება. აი თელი წარმართობის ანატომია ესაა, რომ აი გაღმერთება ადამიანური სიამოვნებებისა. ესე წარმართებსაც უყვარს ღმერთი, მაგრამ უყვარს ღმერთი როგორც საშუალება. ეს მარტო წარმართებში კი არა, ჩვენთანაც ესეა. გულზე ხელი დავიდოთ და თქვათ, აი როდესაც ადამიანი ლოცულობს, რაზე ლოცულობს? ღმერთზე უნდა ეს მომეცი, ეს გამიკეთე, ამისგან დამიფარეს. ესე ღმერთი მიაჩნია ინსტრუმენტად, რომ თავისი მიწიერი მიზნები აღასრულოს. აი ეს წარმართობის ბუნება. ღმერთი პატიობს ადამიანს, ამას და უძლურებაში ვართ, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ქრისტიანის ლოცვა და ღმერთის სიყვარული. აი მაგარი დიდი იქნება თუ სხვა წინამორბედები ლაპარაკობენ. მას, ვინც უყვარს ღმერთი, ჭეშმარიტად, ის მინდობილია მთლიანად ღმერთს და ლოცულობს იყავნება შენ. აი როგორც პატარა ჩვილია და უყვარს დედა მთლიანად არის მასზე მინდობილი, აი ზუსტად ეს არის ღმერთის სიყვარულის სახე. აი ნეტარი ავგუსტინე რას ამბობს? თუ კი შენ არა გაქვს კარიტატული სიყვარული და ეს უკვე დაცემული ადამიანური ბუნებას აღარ აქვს და გაქვს კუპიდიტური, ანუ მიწისაკენ ორიენტირებული სიყვარული, ეს ყველას თვისებაა. თუ ცოდის დაცემის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ღმერთის სიყვარულის ჭეშმარიტი უნარი, შენ პრინციპში არ შეგიძლია სიკეთის გაკეთება. ეს რას ნიშნავს, რომ ყველაფერს სიკეთეს რომელსაც შენ აკეთებ, შეიძლება ფორმულად აცხადებ მას ღმერთის საკეთებ, სინამდვილეში აკეთებ შენი ეგოისტური თვითკმაყოფილებისთვის, ან სახელისთვის, ან ამპარტავნება შეეპარება, იქ ან რაღაც ვნება. მართალია ღმერთი უთვლის ზოგჯერ ასეთ შესრულს საქმეებში შენ აღნიშნეთ სიკეთეთ, მაგრამ თავისთავად ეს საქმე არ არის სიკეთეზე. პრინციპულად არ შეუძლია ადამიანს სიკეთის გაკეთება, თუ კი ღმერთი არ ჩავთვლის და არ შეეწევა მას. ესე ნეტარი ავგუსტინე მხოლოდ მადლის შემთხვევაში შეუძლია ადამიანის გადახრილი ნებელობა, სიყვარული აღდგეს. აი, როდესაც ადამიანი მადლის ქვეშაა, ინტენსიურად მოქმედებს მასზე მადლი, მისი გული ილუმინაციის შედეგად უბრუნდება ღმერთს. აღდგება მასში დროებით ფრაგმენტულად. აი სიყვარული ღმერთსა და მაშინ შეუძლია ჭეშმარიტი სიკეთის კეთება.
ჩვენ ადრე ვახსენეთ მაქსიმე აღსარებელი, ხო? აი მაქსიმე აღსარებელი ამბობს ესეთ რაღაცას. სიკეთის კეთება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელსაც გული წმინდა აქვს. აი რატო ლაპარაკობს მაქსიმე აღსარებელი? თუ აი ნეტარებებში წერია, რომ ნეტარ არიან წმინდანი გულით და რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. რა აი გულის ხევა მასში, აი ღმერთის ხილვაში. ჩვენ თქვით ადრე რომ ღმერთის არსის ხილვა შეუძლებელია და გრიგოლ ნოსელი იქნება თუ სხვა. მამები ამას ხსნიან როგორ? როდესაც გრიგოლ ნოსელი აქცეს გახტობის საფეხურებს, გახტობის მეორე საფეხური ეს არის ჭრედა აი ამ ლოგოსებისა, რომელიც ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ. ლოგოსი რა არის? ეს არის პროექტი ღმერთისა, როდესაც ქმნის ადამიანი იქნება, ცხოველი იქნება თუ სხვა, მას აქვს თავისი ლოგოსი, რომელშიც ჩატეულია ამ პროექტი არსი ამა თუ იმ ქმნილებისა. და წმინდანები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანის გული იწმინდება, იწყებს ჭრეტას აი ამ ლოგოსებისას. აი ხედავს მადლისმერად თაბორის ნათელში, რა არის ჭეშმარიტი დანიშნულება ამა თუ იმ საგნისა, ამა თუ იმ ადამიანის, ამა თუ იმ მოვლენის და ღმერთის ლოგოსის, ღმერთის პროექტის მიხედვით იწყებს ცხოვრებას და მოქმედებას. ანუ ეს იგივეა, რომ გადავთარგმნოთ, რომ ხდება უფლის ნებას. უფლის ნების სწორად განჭრეტა და მასთან თანამოქმედება შეუძლია ადამიანს, რომელსაც გული წმინდა აქვს. ვისაც გული წმინდა აქვს, მას შეუძლია სიყვარული ღმერთისა კარიტატული, იმიტომ რომ კარიტატული სიყვარული გადაიქცევა კუბიტურ სიყვარულად ნებების მოქმედებით, ესე იგი, მაგრამ როდესაც გული წმინდა, ის განწმენდილია ნებებისაგან. როდესაც ადამიანის გული განწმენდილია ნებებისაგან, სული წმინდა ივადებს მის გულში და უყურებს თავის თავს ღმერთის თვალებით ნათელში და ხედავს საკუთარი ბუნების დაცემულებას და უძლურებას. შემოსვლება აქვს, ხედავს ზუსტად იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია სიკეთის კეთება ღმერთის შეწევნის გარშე, ეს არის თავმდაბლობა. აი ეს არის, რომ რასაც ლაპარაკობდა ბონავენტურა, რომ ადამიანის სიკეთის კეთებისას წინამძღვრობს არა გული, არამედ გული გონიერი, ანუ სული წმინდის მოქმედებით და როდესაც ადამიანს აქვს გული წმინდა და მასში დავანებულია სული წმინდა უმხელს მას ჭეშმარიტებას. აი ხელ ხედავთ, ეს ჩვენ რო ჩამოთვალეთ თომა აკვინელი, ბონავენტურა, ნეტარი ავგუსტინე, მაქსიმე აღსარებელი, მაკარი დიდი თუ სხვა, ყველა ეს მამები სხვადასხვა სიტყვებით გამოთქვამენ ერთ და იგივეს. რა იყო აქ თავარი აზრი, რა ჩვენ აქამდე ვილაპარაკებთ, თავარი აზრი იყო ის, რომ სიკეთის გასაკეთებლად არ კმარა ადამიანის გადაწყვეტილება. სიკეთის არს განსაზღვრავს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. აი როდესაც გული წმინდა აქვს ადამიანს, სწორი წმენა აქვს, ხოლო ასეთ ადამიანს შეუძლია სინერგიული თანამოქმედება ღმერთთან, რომელიც სიკეთის საფუძველია. სხვა შემთხვევაში სიკეთის აღსრულება ადამიანს არ შეუძლია. აი ისააკ ასური და იოანე კიბისამხწერელი, ეს ორი მამა ერთ ყველაზე ავტორიტეტული ასკეტი მამები არიან. ისინი ერთნაირად ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ საკუთარი ძალებით შეუძლია სიკეთის კეთება, ის უკვე სიკეთის მაგრად ბროტების კეთებას იწყებს. ეხლა გადავიდეთ მესამე ნაწილზე ჩვენი ლექციისა, თქვა, რატომ არ შეიძლება სეკულარულ სივრცეში სიკეთის განმარტება, ის რომ ის არ იყოს დეფექტური, ანუ რაღაც მომენტში საპირისპირო შედეგს არ იძლეოდეს. როდესაც ადამიანი მორწმუნეა, მაშინ განმარტება სიკეთისა თულია, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლებელია როგორ. ფორმალურად განიმარტება. აი მაგალითად ვიტყვი, ადამიანი აკეთებს სიკეთეს, როგორც ვთქვით, მაშინ, როდესაც ის ღვთის ნებას მიჰყვება და ემორჩილება. და აკეთებს ბოროტებას, როდესაც ღმერთს ეწინააღმდეგება. აი ზუსტად სატანა ეტიმოლოგიურად აქედან წინააღმდგომს ნიშნავს. ესე იგი ბოროტება შადის ის, ვინც ღმერთის ნების წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ცოდვის დროს ყოველთვის ღმერთის ნების წინააღმდეგ მიდის. სატანური ცოდვა იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ცოდვისაგან, რომ სატანური ცოდვა შეგნებული დაპირისპირებაა, შეგნებული ბრძოლაა ღმერთის წინააღმდეგ. ეხლა წარმოგიდგენთ სიტუაცია, როდესაც ადამიანს ღმერთი არ წამს, არის სეკულარული გარემოა და არ წამს ღმერთის არსება. მაშინ როგორ შეიძლება განიმარტოს სიკეთი და ბოროტება? ერთადერთი გზა არსებობს. სიკეთი და ბოროტების გასამარტად უნდა იცოდე რა არის კარგი და რა არის ცუდი. იმიტომ თუ შენ იცი კარგი, სიკეთე იქნება კარგზე ხელშეწყობა, მისი დაცვა, მისი გავრცელება. და ბოროტება პირიქით. ბოროტება ეს არის წინააღმდეგობით გაწევა ის რაც კარგია და ხელშეწყობა იმაზე რაც ცუდია. აი ეს არის ბოროტება. ესე დაიყვანება, კიდევ ვიმეორებ. სეკულარულ კონტექსტში სიკეთის და ბოროტების განმარტება დაიყვანება იმაზე რაც კარგია და რაც ცუდია. ისაც სასარგებლო არა. მაგრამ ახლა დავსვათ კითხვა. როგორ შეიძლება ადამიანმა განმარტოს რა არის კარგი და რა არის ცუდი? ბუნებრივზე ბუნებრივია. აი ამ სეკულარულ გარემოში თქვა, კარგია ის, რაც მე მიქმნის კომფორტს, სიამოვნებას, დაცულობის განცდას და ასე შემდეგ. და ბოროტია ის, რაც პირიქითაა. ემუქრება საფრთხეს მიქმნის დისკომფორტს, ტკივილს, უსიამოვნებას და ასე შემდეგ. ანუ რაც ტერმინები ვახსენე, ეს ყველაფერი დაიყვანება სიამოვნებაზე, ანუ დაიბადა ერთ-ერთი უძველესი ფილოსოფიური სისტემა ჰედონიზმი.
ეს ლოგიკურად აუცილებელია. უბრალოდ რაციონალურად ლაპარაკობ. ჰედონიზმი ამტკიცებს რას? სიკეთეს და ბედნიერებას აიგივებს უბრალოდ სიამოვნებასთან. სიკეთე არის ისაც სიამოვნებას გვანიჭებს. და შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ეს ძალიან პრიმიტიული ფილოსოფიაა. უმრავლესობა ჰედონისტების ეს როგორც ადამიანებს პრიმიტიულ ფილოსოფიას მისდევენ, მაგრამ თუ კი ბედნიერება ეს არის მაქსიმალური სიამოვნება, ისინი ფიქრობენ მთელ ცხოვრების განმავლობაში, ჩემი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს მივიღო მაქსიმალური სიამოვნება, მაგრამ ეპიკურე, რომელიც ჰედონიზმის მამამთავარია, ლაპარაკობდა ეს არის პირდაპირ გზა უბედურებისაკენ. რატომაა ეს? იმიტომ ჩვენ ადრე ბუდიზმის ლაპარაკის ოს ვახსენეთ. ადამიანი, რომელიც ესწრაფის მაქსიმალურ სიამოვნებას, მოიმკის მაქსიმალურ ტკივილებს. რომ ერთი სურვილის აღსრულებას მოსდევს 10 სხვა სურვილი. და ყველა სურვილია დაუკმაყოფილებელი ასეთი ადამიანები, რომ სიამოვნებაზე არიან ორიენტირებული, ისინი შურიანები არიან, შურცხვისი და ის სიამოვნება, რომელსაც უნდათ, ყოველთვის გაკეთება არ შეუძლია. და ადამიანს წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ქალები უყვარს, მექალთანია და მისი ცხოვრების მიზანს ხედავს, რაც შეიძლება მეტი ქალი შეასწინოს. მერე ბერდება, უძრულდება, ყველასთან არ შეუძლია თავის სურვილების აღსრულება და ეს ანიჭებს ტკივილს, ხო? ან სხვა ადამიანი, რომელიც თქვა ბედნიერებას ხედავს სიმდიდრეში. აი წარმოგიდგენთ ადამიანი, რომელსაც ფიქრობს, რომ მე ბედნიერი ვიქნები, თუ კი მდიდარი გავხდები, მაგრამ სიმდიდრე ძალიან რელატიური ცნებაა. აი შენ ახლა გონია, რომ მე ვიქნები ბედნიერი, თუ თქვა, აი მექნება კარგი სახლი, კარგი სამსახური, კარგი ხელფასი, კარგი მანქანა, ისე როგორც თქვა მეზობელს აქვს. და გულწრფელად გიჯერა, რომ თუ აი ამას შევიძე და ვისგავსებით ჩემ მეზობელს, იმასავით მექნება, მე ვიქნები ბედნიერი, მაგრამ ეს ძალიან მატყუღრაა. თქვა, კარგი სახლი აიშენე, კარგი მანქანა, კარგი სამსახური გაქვს. მე უბრალოდ ლიგა იცვლება. მე დაინახა, რომ ახალი მაშინ რო გადადიხარ, იქ არის უკვე მდიდარი, რომელსაც არა მარტო ისა აქვს, ასე შენ გაქვს. არამედ აი საფრანგეთში აქვს ვილა. თქვა, ყოველ წელს დადის სადღაც ძალიან ძვირ სასტუმროებში ისვენებს, ან კერძო თვითფრინავი ყავს, ან კერძო ვილები აქვს. ესე რაც უფრო მდიდრდები, უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა, უფრო მაღალ ლიგაში გადადიხარ და უფრო მეტი შედარება. ამიტომ ეს ამოუწურავია. ვერასოდეს ადამიანი ბედნიერი ვერ გახდება აი სიამოვნების დევნით. თითქმის ყველა ფილოსოფიური სისტემები და რელიგიური სისტემები ამას ერთნაირად ლაპარაკობს. ქრისტიანობა იქნება ბუდიზმი, ინდუიზმი თუ სხვა. აი შოპენგაუერი ამბობს, რომ აი ეს სურვილების ნებების მიდევნება გავს მარილიან წყალს, რაც უფრო მეტ სვამ, ამ წყალს მით უფრო ტანჯავს სურვილი. აი ეს არის საიდუმლოება. იმისა, რომ ასეთი ადამიანები ვერ ხდებიან ბედნიერები. ამიტომაა ეპიკურე ლაპარაკობს, რომ ყველა ადამიანი ესწრაფის ბედნიერებას, მაგრამ ხელზე ჩამოსათვლელია ნამდვილი ბედნიერი. ჩამოყალიბდა ჰედონისტური ფილოსოფია. ამ ჰედონისტური ფილოსოფიის მიმდევრების აბსოლუტური უმრავლესობა უბედურია. არადეს რაციონალურად განმარტეს რა არის სიკეთე და ბოროტება. სიკეთე არის ის, რაც მაწყობს. რაც ჩემთვის კარგია, ესე განმარტავენ ადამიანები, სხვანაირად როგორ შეიძლება. აი თქვენ რო გკითხოთ ჩვეულებრივი ადამიანი გააჩერო, რას გეტყვის რა არის სიკეთე. კეთილი არის ადამიანი ის, ვინც მე ამ ტროს ცუც არ მიკეთებს, პირიქით მიკეთებს კარგს, იმას რაც სიამოვნებს. თითქოს ძალიან ბუნებრივია ესეთი გაგება, მაგრამ აი ჩიხში შევყავართ. მეორე, ეხლა ეპიკურე ლაპარაკობს რა? ეპიკურე ლაპარაკობს, ასე იმიტომ ემართებათ ადამიანებს, ჩიხში იმიტომ შევედით, რომ არასწორად ესვის ჰედონისტური პრინციპი. ესე ჰედონიზმის პრინციპის სწორი გაგება რა არის? არა ის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, არამედ მაქსიმალურად აიცილო ტკივილები. ეპიკურე ასამბობდა, თუ შენ გინდა იყო ბედნიერი, ანუ იცხოვრო კეთილად, უნდა აიცილო ყველაფერი რაც ზედმეტია. ადამიანებს ტკივილები და უბედურება და ბოროტება მოდის იმის გამო, რომ უნდათ იმაზე მეტი რაც საჭიროა. აი თუ შენ ესე ეპიკურე ლაპარაკობს. ჩვენ უბედური ვართ, იმიტომ რომ ვიღაცებს ვეჯიბრები, ჩვენ მეც იმას თუ აქვს, მეც მინდა მქონდეს. თუ შენ გაქვს ჭერი, სადაც წვიმა არ ჩამოდის, გაქვს საჭმელი ზომიერი, სასმელი და არ გეშინია რომ აი ამათ დაკარგავ, ზევსზე ბედნიერი იქნები. უნდა შეზღუდო მინიმალურად შენი მოთხოვნები. მხოლოდ და მხოლოდ გაინტერესდეს და გინდოდეს ისაც აუცილებელია შენი არსებობისთვის. და ყველაფერი ზედმეტ თავიდან მოიშორო. ამას შეძლებ ეპიკურე ლაპარაკობდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გახვალ კონკურენტული გარემოდან, აი ქალაქში სადაც ხო. ამიტომ მოუწოდებდა თავის მეგობრებს და მართლაც წავიდნენ ქალაქიდან და დასახლდნენ სოფელში, სადაც შეისყიდეს ეგრეთ წოდებული ეპიკურეს ბაღი. სადაც ცხოვრობდნენ მეგობრები, ლაპარაკობდნენ ფილოსოფიაზე, ყვაყოფილდებოდნენ მინიმალურით. და საუბრობდნენ ერთმანეთთან და ამ საუბარს, ფილოსოფიურ საუბარს ჰქონდათ თერაპევტული ფუნქცია, ანუ ადამიანს რომ პრობლემები აქვს, იმაზე უნდა ილაპარაკო ადამიანთან, რომელიც გაფასებენ და უყვარხარ, ანუ მეგობრები და აი ამ ჟელობით, თქვა დაძლევს ადამიანმა სიკვდილის შიში, ღმერთისგან დაჟლის შიში და ასე შემდეგ. ნახეთ შედეგი რა არის. ეპიკურე ლაპარაკობს მეორე შედეგი ამ ჰედონისტური ფილოსოფიისა, რომელიც ბუნებრივი ჩანს განმარტება, მიყავხარ მარგინალიზაციისაკენ ხალხის. რისი თქმა მინდა, საფრანგეთში არის ძალიან ცნობილი სოციოლოგი ბორდიუ და ის ლაპარაკობს, რომ რას დრო გავა,
მით უფრო და უფრო გაიზრდება მარგინალების რიცხვი. მარგინალი მას კი არ ნიშნავს, რომ აი ქუჩაში მათხოვრობს, არამედ ეს არის ადამიანი, რომელიც ამოარდა სოციალური კონკურენციიდან. ისე თქმა უნდა, ესე იგი ბორდიუს ას დრო გადის, რომ დარჩებიან მცირე რაოდენობის ადამიანები, ძალიან წარმატებული კარიერისტები, როგორც ელონ მასკი ძალიან წარმატებული კაცი, მაგრამ იმდენად კარიერისტები, რომ თავიანთი მიზნების მისაღწევად როგორც გლები ყველა გვამს გადაუვლიან. და უფრო გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამოვარდებიან ამ სოციალური კონკურსიდან. და ხელ შეიქნებენ ცხოვრებას. შეიძლება ისე ღარიბად არ ცხოვრობდნენ, აი მაგალითად მე შვეიცარიაში ვსწავლობდი და იქ გავიცანი ერთი ადამიანი შვეიცარიელი, რომელიც წელიწადში მხოლოდ 3-4 თვე მუშაობდა, დანარჩენი ხელოვნებაცოდნე იყო, დადედა თელ სოფლიოში მოგზაურობდა. ეს 3-4 თვე მუშაობდა, იმიტომ რომ სოციალური დახმარება მიეღო. აი ეს კაცი გამოვარდა აი ამ სოციალური შეჯიბრიდან, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ თანამედროვე კონკურენციის პირობებში ძალიან ძნელია გაუძლოს ეს სტრესებს. აი ჰარარი იქნება თუ სხვა, აი ეს ბორდიუ ლაპარაკობს. ჩვენი ტექნოლოგიები ისე ვითარდება, ახლა თქვა, აი რობოტები შემოდის ხომ, აი ხელოვნური ინტელექტი რაღაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები იძულებული გახდებიან გამუდმებით დაეუფლონ ახალ-ახალ პროფესიებს, იმიტომ რომ რასაც ადრე აკეთებდნენ, იმას თქვა ხელოვნური ინტელექტი ან რობოტი გააკეთებს. თუ ამას ვერ შეძლებენ, ისინი გამოვარდებიან კონკურენციიდან. აი რას დრო გადისო, ასეთი ადამიანების, მარგინალი ადამიანების რიცხვი ძალიან გაიზრდება. სიკეთე იგივდება წარმატებასთან, ამას მოაქვს უზარმაზარი სტრესი და მარგინალიზაცია უამრავ ადამიანებს. აი წინა საუკუნეში 70-იან წლებში ძალიან გავრცელებული იყო ჰიპების მოძრაობა. ეს ჰიპები იყვნენ მილიარდელების შვილები, უმეტეს ძალიან მდიდარი ადამიანებისა და მიატოვეს ყველაფერი და დაიწყეს ქუჩაში ცხოვრება. რატომ იყო ესე? იმიტომ რომ რა კი მილიონერების შვილები იყოს, მათ ყველა ხორციელი სურვილების, აი მიწიერი სურვილების ასრულება შეძლოთ ძალიან ადვილად. მაგრამ ხედავდნენ რომ მათი მამები როგორ დაძაბულად იცავენ თავიანთ ცხოვრებას. აი იყო მილიარდელი, ეს ძალიან ძიმე შრომაა. იმიტომ ეს მილიარდები და ქონება ყველას უნდა. საკმარისი ერთხელ მოადუნო პატარა ყურადღება რომ ვიღაცა მოვამგელი კონკურენტი და წაგართმევს ყველაფერს. ძალიან გულუბრყვილობა იფიქრო რომ ეს ელონ მასკი და ასეთი დიდარი ადამიანები ძალიან ბედნიერები არიან ადამიანურ თვალსაზრისით. იმიტომ ეს უზარმაზარ შრომას, არა ადამიანურ შრომას და დაძაბულობას მოითხოვს. აი ამას დაინახეს ამ მილიარდების შრომა და ამან წარმოშვა ICP-ის მოძრაობა. ჩვეულებრივი ადამიანები ჩვენ კიდევ თვალები ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიწიერი მიზნები გვაქვს ახალსრულებელი და ამაში მოქმედოთ, მაგრამ ძალიან ადვილად მიიღეს ეს სიამოვნება როკფელერის შვილმა, რომელსაც თავი მოიკლა, თქვა რომ მე ყველა სიამოვნება ვნახე უკვე გამოცადე და არაფერი აღარ მაინტერესებს და ჯერ ჰიპი იყო, მე თავი მოიკლა და ასე შემდეგ. ეს კიდე ესე ილუსტრაცია იმ ეპიკურ ესპოზიციისა, რასაც გითხარით. დაკლევანებისა. ჰედონისტურ გაგებას სიკეთისას ჩიხში შევყავთ. აი ჰედონისტური გაგება სიკეთისა იმიტომ არის დეფექტური, რომ ის ძალიან ეგოისტურია. რომ ადამიანები სოციალური არსებები არიან, იყო ესეთი აი უტილიტარისტური ფილოსოფია, ბენტამი და სტიუარტ მილი ძალიან ცნობილი, ძალიან კეთილშობილი ფილოსოფოსები, მაგრამ ღმერთი არ წამდა და თქვენს რომ ეპიკურეს განმარტება სიკეთისა იმიტომ არ არის კარგი ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს ეგოისტურია. რა კი ადამიანის სოციალური არსება, სიკეთე უნდა განიმარტოს როგორ? სიკეთეა ის, რასაც მოაქვს მაქსიმალური ბედნიერება, მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებისთვის. ძალიან კარგად ჟღერს, ხო? რა შეიძლება ამაზე კარგი ფორმულა იყოს? ესე კიდევ ვიმეორებ. სიკეთე არის ის, რასაც მოაქვს მაქსიმალური ბედნიერება, მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს. ეს ძალიან მუშა ფორმულაა, რომელიც იხმარება მაგალითად პოლიტიკაში. აი პოლიტიკოსი რომ მოდის თავის პოლიტიკურ პროგრამას გთავაზობთ, რა არის არგუმენტი, რომ აი ჩემი პოლიტიკური პროექტი მოუტანს კეთილდღეობას მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს. ასევე წარმოგიდგენთ თქვენ ჯანდაცვის სამინისტრო რაღაცა პროგრამას წერს, რაღაც ახალს, ან ბიუჯეტის პროექტს. მისი ამოსავალი წერტილი რა არის, რომ ეს ჯანდაცვა იქნება ხელმისაწვდომი მაქსიმალური რაოდენობის ადამიანების, ანუ მაქსიმალურ სიკეთეს მოუტანს მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს. მაგრამ აი ესეთი პრინციპი თავისთავად ძალიან საშიშია, ძალიან საფრთხის შექმნელია. რაღაც პერიოდში ეს კარგად მუშაობს და ამიტომ ასე ძალიან პოპულარულია. მაგრამ წარმოვიდგინოთ აი სიტუაცია. საშინელი სიღარიბე. როდესაც პატარა ბავშვების უმრავლესობა სკოლაში ვერ დადის სიღარიბის გამო, ან კიდევ მშიერია. ან მოხუცების, არა მარტო მოხუცების, დიდი რაოდენობის ადამიანებს ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვაზე, ხელი არ მიუწვდება ცხოვრების ნორმალურ პირობებზე. აი მაშინ წარმოვიდგინოთ ესეთი პოზიცია. დავიჭიროთ ის ყველაზე მდიდარია. წავართვათ ეს ფული და ამ ფულით დავეხმაროთ ის ყველაზე ღარიბები არიან. ეს ხო ეთანხმება აი უტილიტარისტურ პრინციპს. ესე იგი, ერთი ადამიანზე ფულის წართმევის ექსპლუატაციის ხარჯზე შენ კომფორტს ანიჭებ უამრავ ადამიანს. აი თუ კარგად გადაანაწილებ ამ წართმეულ ფულს, პრინციპით რომ მაქსიმალური შესაძლებელიდან მაქსიმალური კეთილდღეობა, მაქსიმალური სიამოვნება, მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს. აი თანაბრად სწორად სამართლიანად გადაანაწილებ.
ეს უტილიტარისტური პრინციპია ზუსტად აი ბენთამი და სტიუარტ მილი რასაც ლაპარაკობს. ერთი მდიდარი შემდეგ მეორეს მიადგები. ეს არის რევოლუციის ლოგიკა. აი როდესაც ხდება კვირსულის სიტუაცია, აი ეს უტილიტარისტური პრინციპი ხდება ასეთი საშიში. და ისტორია მოიტანა აი ამ უტილიტარისტური პრინციპის ორი ყველაზე საშინელი გამოვლინება მე-20 საუკუნეში. აი ნახეთ, უტილიტარისტური პრინციპი სოციალისტური პრინციპია, ხო? იმიტომ სოციალიზმი არის მაქსიმალური სიკეთე, მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებისთვის. სოციალიზმი ორიენტირებულია მასაზე. ასის კეთილდღეობა მისის ყველაზე მთავარი, ხო? რომელი ორი საშინელი მოძრაობა ვიცით მე-20 საუკუნეში სოციალისტური ეს არის ბოლშევიკური მარქსიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი. ჰიტლერის და მარქსის. აი ჩვენ ადრე თქვით ეს ერთი მონეტის ორი მხარეა თქო. მარქს რა უნდოდა? მარქს უნდა რომ ყოფილიყო მაქსიმალური რაოდენობის ადამიანები ბედნიერი და თქვა ერთი რაღაცა რომ ადამიანები უბედურები არიან, იმიტომ რომ ერთი მდიდარია, მეორე ღარიბია. თუ მდიდარს მაქვს პრივილეგია ფინანსური და სოციალური და ყველანაირი. პოლიტიკური, იმიტომ რომ ძლიერია მასზე. იმისაც რომ ესეთი ჩაგრა უთანასწორობა არ მოხდეს, ადამიანებს უნდა წაართვა კერძო საკუთრება. ჩვენ ადრე თქვით რომ აი ეროვნული კატეგორიებით მარქსი არ აზროვნებდა, თქვა პროლეტარებო ყველა ქვეყნისა გაერთიანეთ. ჰიტლერიც სოციალისტი იყო. ოღონდ ნაციონალ-სოციალისტი. ჰიტლერი მარქსისგან განსხვავებით დიდ უპირატესობას ანიჭებდა ნაციონალურ ინტერესებს და თქვა მე ვიქნები ნაციონალ-სოციალისტი, ანუ მე ვიზნებ არა ზოგადად პროლეტარებზე, არამედ გერმანელებზე. იმრეც ნაციონალურ სახელმწიფოში ცხოვრობენ, აი. ნაციზმი ეს არის ნაციონალ-სოციალისტი. ორივემ რა შედეგები მოიტანა ვიცით? ერთმა გულაგები, მეორემ საკონცენტრაციო ბანაკები. რაღაც კრიტიკულ სიტუაციაში აი ეს უტილიტარისტული პრინციპი არ მუშაობს. აი მე-20 საუკუნე, რომელიც აი სეკულარული საუკუნე აღმერთო და პროექტების ეპოქაა, რომ როგორ მოაწესრიგონ იდეალურად სოციალური ცხოვრება და გამოიგონონ სიკეთის ახალ-ახალი ფორმულირებები, აი მოიტანა ეს. ასეთი რაღაცები ხდება ლიბერალიზმშიც. არა მარტო ფაშიზმი და კომუნიზმის დროს. ისი თქვა მინდა, ამერიკაში ცხოვრობდა წინა საუკუნის 70-იან წლებში იყო ძალიან პოპულარული აინ რანდი. ეს ოდესელი წარმოშობის ებრაელი იყო, ქალი, გადავიდა ამერიკაში და დაიწყო ამ ფსევდონიმით წერა, ძალიან პოპულარული იყო, როგორც მწერალი და როგორც ფილოსოფოსი, ობიექტივიზმის ფილოსოფია ჩამოაყალიბა. ქართულად თარგმნეს მხრებ გაშლილი ატლასი. ერთი ეპატაჟური ფორმულით გახდა ძალიან პოპულარული, ეს აინ რანდი აცხადებდა, რომ მდიდარი არის წმინდანი, ღარიბი არის ცოდვილი. თქოს ეს სკანდალური ფორმულაა, მაგრამ სულაც არ იყო მისთვის ეს ეპატაჟური ფორმულა. ის გულწრფელად ლაპარაკობდა, გამოთქვამდა იმას, რომელსაც ფიქრობდა. ლოგიკა როგორია აინ რანდისა? აინ რანდი ლაპარაკობს. აი წარმოიდგინეთ შუა საუკუნეების საზოგადოება, როდესაც ღმერთი წამდა ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას. შეიძლება რომ არსებობს საიქიო ცხოვრება, მარადიული ცხოვრება. ამიტომ ისინი ვის ეძახიან წმინდას? ეძახიან ადამიანს, რომელიც დაცლილია ეგოიზმისაგან. ამ სოფელში კი არ აპირებს დამკვიდრებას, არამედ სათასასოფეველში. უყვარს ღმერთი, ოცნებობს სათასასოფეველზე და თავისი წმინდა ცხოვრების არაეგოისტური ცხოვრებით შემოიკრებს სხვა ადამიანებს და თვითონაც ცხონდება და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც ცხონებს. ეს არის წმინდანი. ცოდვილი არის პირიქით სამი საპირისპირო ადამიანი, ის არის ეგოისტი, მხოლოდ ამ მიწაზეა მიჯაჭული, ამ მიწაზე ფიქრობს, რომ კარგად მოეწყოს, კარგად იცხოვრებს და მის გარშემო მყოფ ადამიანებს საძრებს ცუდ მაგალითს, თვითონაც წაწყდება, პაკეტებს ბროტებს და სხვებსაც წაწყმიდავს. ეს არის ცოდვილი. ახლა აინ რანდი ლაპარაკობს. ეს ლოგიკა მუშაობდა მორწმუნე საზოგადოებაში. თვითონ თქვიდა რომ ეს გულუბრყვილობაა ღმერთის წმენა და თუ ლაპარაკობს, ახლა ჩვენ ეპოქაში ცხოვრობთ ვინ? ადამიანები, რომლებიც არ წამთ სათასასოფეველი, სამოთხე, ამიტომ ისინი ოცნებობენ არა სადღაც ზეცაში ნეტარებაზე, არამედ კომფორტულ ცხოვრებაზე დედამიწაზე. მაგრამ ვის მოაქვს ეს კომფორტული ცხოვრება? სხვამს აინ რანდი. აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც შუა საუკუნეებში ეძახდნენ ყველას ეგოისტი. ეგოისტი ადამიანი, ოღონდ ისეთი ადამიანი, რომელიც არ არგოს კანონებს. თავის გამდიდრებაზე ფიქრობს, მეც არაფერს. აი, ავიღოთ ისეთი კაცი ძალიან ეგოისტი იყო, ვთქვათ როკფელერი. უნდა რომ წაერთმია ყველასთვის ნავთობი და გახდა მილიარდერი, ძალიან გამდიდრდა, ხო? მაგრამ კანონებს არ არღვევდა. აი, რა გააკეთა როკფელერი და სხვა ბიზნესმენები რასაკეთებენ? ისინი აარსებენ ბიზნესს, რომ გამდიდრდნენ ძალიან. ქირაობენ ადამიანებს. ამ როცა ქირაობენ, უხდიან ხელფას. აი, ეს ადამიანები იხდიან გადასახადებს. გადასახადით იხდება ბიუჯეტი. ის როდესაც ნორმალური ქვეყანა ის ბიუჯეტს ახმარსას გაყავს გზები, აშენებს საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ქირაობს პოლიციას, ინახავს ჯარს, ანუ ქმნის როგორ კომფორტულ, დაცულ სოციალურ ყოფას. ანუ რა? ბიზნესმენი მიუხედავად იმისა, რომ ეგოისტია, მოაქვს მიწიერი კომფორტული ცხოვრება. და ერთ კარგი ცხოვრებაში მიწაში შეიძლება მიაღწიოს არაზეცაში. აი ის ადამიანი, რომელსაც ქრისტიანი ეძახდა წმინდას, რომელიც არა ამ სოფლიურია.
ეგოისტი არაა, სხვაზე ზრუნდა თავის ბიზნესს და საქმეს ვერ აკეთებს. ის არის დოტაციაზეა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ანუ რა, ართმევს დაცულ და კომფორტულ ცხოვრებას იმას, ვინც ბიზნესმენია და დღედაღამე მუშაობს. ხედავთ, შეატრიალა. ამიტომ, აი ვინც გიშლის შენ მიწაზე კომფორტულ ცხოვრებაში, ის არის ბოროტი და ვინც ხელს გიწყობს, ის არის კეთილი. ანუ დიდარი კაცი არის კეთილი, ღარიბი კაცი არის ბოროტი. ხედავთ, რა მოხდა ამ შემთხვევაში. რადიკალურად შეატრიალა სემანტიკა სიტყვებისა, მისი მნიშვნელობა. აი ამას გულისხმობ, როდესაც ვლაპარაკობდი, რომ სეკულარულ კონტექსტში შეიძლება, როდესაც განმარტავ რა არის სიკეთე და ბოროტება, თავდაყირა დააყენო აი ტრადიციული გაგება სიკეთის და ბოროტების. ეს გაიგეთ ფრაზები არის დოსტოევსკის, ხომ? თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია რა. რას ნიშნავს ეს? რომ თუ კი ღმერთი არ არსებობს, ადამიანი მხოლოდ 100 წელი ცხოვრობს, მაშინ აზრი ეკარგება სიკეთის განმარტებასაც, ეს კონვენციონალურია. ადამიანებს შორის შეთანხმებით დგება და ამას ყველა ადამიანი დაარღვევს აზრ თუ გვიან. ნებადართულია. თუ კი ადამიანი მხოლოდ მიწიერი შეზღუდული ცხოვრება აქვს, საკუთარი ეგოისტური ინტერესებით იცხოვრებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.